1920-იანი წლების მხატვრობაში ერთადერთი წარმომადგენელია, ვისაც დახატული აქვს ბახმაროს პეიზაჟი და აი ეს კედელი მთლიანად გურიის პეიზაჟებს ეთმობა. შალვა ძნელაძე 1914-17 წლებში სწავლობდა კიევის სამხატვრო სასწავლებელში. იმ დროისთვის კიევის პერიოდული გამოცემა ჟურნალი ეპოხა გვაწვდის ინფორმაციას, რომ ქართველი სტუდენტი შალვა ვალერიან ძნელაძე მუშაობდა იმდროინდელი უკრაინელი ავტორების ილუსტრაციაზე. შალვა ძნელაძის შემოქმედებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია გურიას და გურიის თემატიკას. ეს არის ალაიაში გატარება ქვია ამ ნახატს. როდესაც ხდებოდა ისტორიულად გურიელების და დადიანების ორთაბრძოლა, შემდგომში დამარცხებული დასჯის მიზნით ატარებდა დაჩოქილ მეომარს თოფებში და აი ეს ნახატი ასახავს, რომ გამარჯვებული გურიელები დამარცხებულ მეგრელებს ატარებენ ალაიაში. შალვა ძნელაძის მეგობრები იყვნენ ცნობილი მხატვრები. მათ შორის ერთ-ერთი არის ელენე ახვლედიანი, რომელიც ყავს დახატული აი თავის ზოლიან მაისურში. შალვას შემოქმედებაში ერთ-ერთი აღსანიშნავი ნამუშევარია 1917 წელს კიევში დახატული ორი ქალის ფიგურა. სავარაუდოდ ეს ნამუშევარი არის დახატული გუსტავ კლიმტის გავლენის, რადგან შალვა იყო გუსტავ კლიმტის მოწაფის მოწაფე. ეს არის კრიმანჭული, ეს არის ყველაზე დიდი ფორმატის ნახატი, შალვა ძნელაძის მიერ შესრულებული. ეს არის შალვას ბაბუის პორტრეტი და აი ეს არის გურული ტიპაჟები. ესენი არის ძირითადად აკვარელი და რამოდენიმე გუაში. ეს არის 20-იანი წლები. ეს არის შალვა ძნელაძის მიერ დახატული დარეჯან ძნელაძე. ეს თავისი ავტოპორტრეტი.